დღეს სავარაუდოდ ვიწყებ ბოლო ვლოგს ნიუ-იორკიდან, რაც ძალიან გულის ამაჩუყებელია და ძალიან ისე ვთქვათ ემოციური ჩემთვის. გადავწყვიტეთ, რომ ჩემი უნივერსიტეტი დასრულდა დავბრუნდეთ თბილისში. და დღეს არის Memorial Day, ორშაბათი, შემდეგ სამშაბათს მივფრინავთ. და მოკეთ არ ვიცი რატომ მას გამახსენდა, რომ ამ 2 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილვარ მეტში. მეტროპოლიტენ მუზეუმში ნიუ-იორკის და არ მინდოდა მოკეთ ისე წამოხვა ნიუ-იორკიდან რომ ეს არ მინახა და დღეს მოკეთ ვაწყობ კიდევ ერთ solo date ჩემს თავთან რომ ესე ვთქვათ დავემშვიდობო ნიუ-იორკს და ყველაფერი რაც მინდოდა რომ მომესწრო და მენახა ნახო. ერთი რაღაც არის დარჩენილი რომელსაც სავარაუდოდ ვერ გავაკეთებ, მაგრამ არა უშავს დავიტოვებ შემდეგი ჩამოსვლისთვის და დღეს მოკეთ ერთ-ერთ bucket list აქტივობას გავაკეთებთ ნიუ-იორკში. ბილეთები ჯერ არ მიყიდია. მაგრამ სავარაუდოდ არ უნდა იყოს პრობლემა. გამიდივარ ავტობუსისკენ, კარგი ამიდია შედარებით და ამიტომ ეს გადავწყვიტე რომ დღეს წამოსულიყავი. თუმცა ცოტა ქარია, მაგრამ არა უშავს. ძალიან ცუდად გულს კი არის ისე ჩემგან მოსახვედრას მეტი, მაგრამ სხვა გზა არ არის, რომელიღაც უნდა მოვუხდოთ. ვფიქრობ, რომ Central Park-ს გადავჭრით ფეხით და ხოლმე 20 წუთს ჭირდება ალბათ. და მოკეთ ფეხითაც გავისალოთ Central Park-ში. ყველაფერი ჩავალაგე უკვე თითქმის. სავარაუდოდ ერთი ჩემოდანი კიდევ მიწევს, მაგრამ არა ჩემი მაქსიმალური სულ ჩავაწყო ყველაფერი. რაღაცები გავაჩუქეთ, ავეჯი რაღაცები გავკიდეთ. და მოკეთ მიმზადებით დასამშვიდობებლად ათაურობისთვის. და თბილისში დასაბრუნებლად. Central Park-ში და ნორმალურად მივდივარ საფრისკენ ძალიან მომინდა წამოწოვა ბავახზე, მაგრამ არაფერი წამიმერია და სხაინ და ისე რამდენად ვერ გავისკანთარ თეთრი ქედაბლო მაცვია და მივდივარ დავსვარო. ხადა მოკლედ თავანდელი ფასეინება აქ და სულდება. მეტი ძალიან მიგწანა სხვა შორის. თუმცა დავიღალე ცოტა და ყველაფერს ნახვა ვერ მოვასწარი. მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავი იყო. დღეს ძალიან მოწყენილი ვარ. იმიტომ რომ ბოლო ჯერ მივდივარ მანჰეტენზე, დღეს არის შაბათი და უნდა ვნახო ჩემი მეგობრები და დავამშვიდობო საბოლოოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თან მიხარია თბილისში წასვლა, ჩემს ოჯახთან და ჩემს თამაშთან და ჩემს სახლში, თუმცა თან რაღაცნაირად ძალიან ემოციური არის აქაურობის დათვალება და აქაური ცხოვრების ასე ვთქვათ. იმ დღეს ვფიქრობდი და არ ვიცი რანაირად აღმოჩნდა ეს, მაგრამ მე და ნიკა ამ სახლში უფრო დიდი ხანი არ ვცხოვრობ, ვიდრე თბილისის სახლში და ძალიან ცნობილი იყო ამის გააზრება, იმიტომ რომ თითქოს დროებიც იყო აქ ყოფნა, მაგრამ სიამოვნებაში საკმაოდ დიდი დრო არის, ახალ წელი გამოგვივიდა თითქმის ივლისში ჩამოვედით და ივნისში ვბრუნდებით თბილისში და მოკლედ საკმაოდ რაც არის შევეჩვიეთ ყველაფერს.
შენ ვეღარ გადავხდე დინარი ჩართული ვიყავს ჭორომაში და დღეს მოკლედ არ ვაპირებდი, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ მე და შენ უნდა წავიდეთ მარკეტინგზე და სურათები გადავიღო, რომ ბოლო შანსი მაქვს ფაქტიურად პროცესისთვის. ცუდი არის ის, რომ ცუდი ამბია ცივა და ქარია საშინელი, მაგრამ სხვა დღეებში ვეღარ მოვახერხებდით და ამიტომ მოკლედ დღეს გადავწყვეტე, რომ გამომიყენებინა ეს შანსი. და ახლა წავიდეთ, სავარაუდოდ ვესელში წავალთ, იმიტომ რომ მაინც ყველაზე კარგი ადგილები მან მეგულება ფოტოსესიებისთვის. და გადავიღოთ სურათები და ასევე გავისეირნოთ ცოტა. Coffee და ნადავლებ ვატე. არა, სულ არ არის. ეს შენობა ალბათ გეცნობათ. ეს შენობა არის ფრენსის ეს თქვა სტორის არის ხდება, მოკლედ ამის ექსტერიერს იღებდნენ კადრებად. მაგ ცხოვრობდნენ. მე შუა ქალაქის გადავიღეთ. ეს არის პიცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ნიუ-იორკში და ამბობენ, რომ ძალიან გემრიელია და მე პიცა არ მიყვარს, ამიტომ ისიც გასაჯული გაქვთ. მითხარით მართლა ეგეთი კარგი არის თუ არა. Linda Street ქვია, დავწერთ სახელს. We open at 10, so გამოვიდით ცუგების მაღაზიაში და მიმისთვის ყიდულობ საჩუქარს. ეხლა განახებთ, გავუყიდეთ მიმის საჩუქრად. საყვარელია და პინაპს გაგიჟდება, მართალია 2 დღეში გააფუჭებს, მაგრამ არა უშავს. Harry Potteris merchis magazიაში. აქ შეგიძლიათ გალიოთ ბათერბიერ და შევუკეთოთ ჰარის დაბადების დღის ტორტი. მგონი ხელს რო კიდევ იმუშავა ჩანს პერსონაჟები ვისი იყო. Mojaxi. Avete sappiscan seb.
ძალიან გავიყალე, ძალიან ბევრი სეული გამოვიდა. მოვიდა ჩვენი წასვლის დრო და ხა ვიფიქრე, რომ ცარიელი სახლის ტურს გადავიღებდი და განახლებთ როგორი იყო ჩვენი სახლი ჩვენს გადმოსვლამდე. აქედან შემოდიხართ და არის ესეთი. ჩვენი სამზარეულო არის ძალიან დიდი და მოკლედ საკმაოდ კარგად გამოვიყენეთ ამ 2 წლის განმავლობაში. ასევე ბევრი სახლისგან განსხვავებით გქონდა ახალი მიკროტალღური და ხუმელი და მაცივარი და ასევე ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც ბევრგან არ არის ნიუ-იორკში, თუმცა ნიუ-ჯერსიში მაინც შედარებით უფრო ახალ სახლებში თითქმის ყველგან არის. ასევე გქონდა ესეთი ფენჩრი, სადაც ვინახავდით ბურღულელობას, მაგალითად ზეთს და ასეთ რაღაცებს. ჩვენი მაცივარიც საკმაოდ დიდი და დევადი იყო. აქეთ არის აბაზანა და ტუალეტი. ეს არის პირველი კლოზეტი, სადაც გქონდა ჩემოდნები და კურტკები შენახული. შემდეგ აქეთ გვაქვს სარეცხის მანქანა და საშრობი, რომელიც საოცარი გამოგონება არის და კიდევ კარგი რომ ამ სახლში იყო. თორემ მოგვიწევდა სამრეცხაობში სიარული. პირველად ჩამოვიდეს ნიუ-იორკში, ჯერ სასტუმროში როცა ცხოვრობდით, მაშინ მოგვიწია რამდენჯერმე გარიცხვა სამრეცხაოში. კომფორტულია და რაღაცნაირად გონია რომ არაჰიგიენურიც რატომღაც რაღაც მეეჭვება რომ სარეცხის მანქანებს კარგად წმინდავდნენ რაღაც დროის განმავლობაში. აქეთ არის ჩვენი მისაღები, აქ გქონდა ტელევიზორი, აქეთ დივანი და აქ იყო სასადილო სივრცე, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ შედარებით უფრო ესე ვთქვათ, მარტივად გქონდა მოწყობილი, თუმცა ისეთი სივრცე არის, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ლამაზად და გემოვნებიანად გაკეთება. აქეთ არის ჩვენი საძინებელი. Queen size საწოლი ეტეოდა ამ ოთახში და გვაქვს საკმაოდ დიდი ზომის გარდერობი, კლოზეტი. ესეთი ხედი გვაქვს ნიუ-იორკით ჩანს, მანჰეტენი უბრალოდ აქედან და Empire State Building-ი. რა კომენტარს გააკეთებდით?